ეს არგუმენტი ჩვენ ომს ავაცილეთ. ქვეყანა, შენ ომის საფრთხე რო გედგა საერთოდ. შენი 10 წლიანი კატასტროფული მართლობის შედეგია, სადაც ნაცები და დასავლეთზე ორიენტირებული განწყობების კულტივაციას ახდენდნენ. გამოზარდა მთელი თაობები თავის უნივერსიტეტებში, სკოლებში, რომლებიც რადიკალი პროდასავლელები იყვნენ და დასავლეთის სიტყვა მათთვის იყო კანონი. ნაცები მკვდარი, გაუბედურებული, გაკოტრებული ძალა ცალფეხა ძაღლის სახით შეინახეს და ბოლოს გაძლიერდნენ და აქეთ შემოუბრუნდათ უკვე სხვა ვიზუალით და სხვა ფორმებით. შენ გედგა საფრთხე, იმიტომ რომ 10 წელი მართე ისე, რომ საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი იყო რადიკალურად პროდასავლური, რაც შენ თვითონ გახადე, შენახდენდი პროდასავლური იდეის კულტივაციას და ნაც ოპოზიცია იყო ისე ჯანზე, რომ გარეთ გამოვარდა და ქვეყანას ანგრევდა ომში შევარდეთ. ომის საფრთხე გამოიწვია ოცნებამ დებილური 10 წლიანი პოლიტიკით, ძალიან ძლიერი გახადა მედასავლეთე განწყობები, კონსტიტუციაში ჩაწერა და იმდენად ძლიერი გახდა ისევ ფერზე მოვიდა მედასავლეთე ფლანგი ნაცების თამადობით ის ხელში, რომ ამათი მიწოლა საფრთხეს ქმნიდა ომის